ჩამორთმეული ქონების პრობლემის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. Როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, საჭიროა შემუშავდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები. კომიტეტი ინიციატივით მთავრობას მიმართავს. ბესელიას განცხადებით წინა ხელისუფლების მიერ კერძო ქონების უკანონოდ ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურაში ბევრი განცხადება შესული და ამ ეტაპზე უკვე საჭიროა გადაწყვეტილების სამართლებრივი ფორმის მოძებნა, რომლითაც უნდა დარეგულირდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ან სხვა ფორმით სამართლებრივი რეაბილიტაციის საკითხი. ჩვენი რეკომენდაცია იქნება იურიდიულ კომიტეტს, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც გარდა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისა უნდა იყვნენ მთავრობის წარმომადგენლებით, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომლითაც მოხდება სისტემატიზაცია, რა ფორმით ხდებოდა ქონების ჩამორთმევა, საკუთრების ხელყოფა. იქ სადაც შესაძლებელია სამართლებრივად ამ საკითხების გადაწყვეტა უნდა მოხდეს ამ მექანიზმის შექმნა.